მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ ახალმთვარეობაზე, რომელიც გვექნება 15 სექტემბერს თბილისის დროით 05 საათზე და 40 წუთზე. ახალმთვარეობა, რომელიც გვექნება ქალწულის 22 გრადუსში. ეს ახალმთვარეობა საკმაოდ პოზიტიური და ძალიან საინტერესო იქნება. ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების საფუძველს ჩაყრის, არის წარმატების შანსები მასშტაბურ საქმიან საკითხებში, უშუალოდ ახალმთვარეობის და მის წინა და მომდევნო დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქცევთ აუცილებლად თქვენს ემოციურ მდგომარეობას, რადგან აქ გაღიზიანებისა და ნერვოზულობის ალბათობები ძალიან მაღალია და ვეცადოთ მაქსიმალურად შევკავოთ თავი აგრესიის გამოვლინებისაგან. ხოლო კვირის ბოლოს ამ ახალმთვარეობას ხელს შეუწყობს ის, რომ მოძრაობას ასწორებს მერკური, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრად გაიოლდება ყველა დონეზე კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, სხვადასხვა დოკუმენტებთან დაკავშირებული საქმიანობა, საერთო ენის პოვნა ადამიანებს შორის და ასევე კვირის ბოლოდან უკვე შეგიძლიათ მსხვილი საკითხლებისა და მოგზაურობის დაგეგმაც. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, მე ნიშნები დავყავი სტიქიებად, პირველ რიგში მე შევეხები ცეცხლის ნიშნებს, როგორებიც არიან ვერძები, ლომები და მშვილდოსნები. ვერძებს აქ გაგიაქტიურდებათ სამსახურეობრივი და ჯანმრთელობის თემები, მეტი დრო დაუთმეთ დეტალებს თქვენს ყოველდღიურ საკითხებს და სასურველია ჯანმრთელობის კუთხით დაარეგულიროთ თქვენი კვება და ივარჯიშოთ. ლომებისთვის ფინანსური საკითხები იქნება აქტიური, სასურველია თქვენ ფინანსებს მიაქციოთ ყურადღება, რადგან გადახარჯვის ალბათობები აქ ძალიან მაღალია, ასევე საფუძველი ჩაუყაროთ და დეტალებს მიაქციოთ ყურადღება საქმიანი კუთხით, რაც შემდეგში ფინანსურ საკითხებს გაგიუმჯობესებთ. მშვილდოსნებისთვის შეგიძლიათ საფუძველი ჩაუყაროთ სამსახურეობრივ საკითხებს, მიზნებს, რომელიც იდეაში ქონდათ, ზოგისთვის შესაძლოა სამსახურში დაწინაურებაც გახდეს აქტიური. მიწის ნიშნებისთვის, როგორებიც არიან კურო, ქალწული, ხის რქებისთვის, კარგ შანსებს და შესაძლებლობებს იძლევა ეს ახალმთვარეობა. კუროებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობების, მეგობრების, ფინანსების, თავის გამოვლინების კუთხით შეგიწყობთ ხელს, ზოგიერთ შეიძლება შვილთან დაკავშირებული საკითხები გახდეს აქ აქტიური, რაც სიხარულის მომტანი გახდეს. ქალწულებისთვის აქ აქტიური გახდება პარტნიორული ურთიერთობები, როგორც პირადი, ასევე საქმიანი კუთხით, გამოჩენა და თავის გამოვლინება საზოგადოებაში, აქტიურად ჩაერთოთ ახალ საქმიან პროექტებში. ხის რქებისთვის შესაძლებლობა გექნებათ გააქტიუროთ სწავლის თემები, ვისაც დაგეგმილი ჰქონდათ მაგალითად მოგზაურობა, სწავლა, საზღვარგარეთ მუშაობა, თანამშრომლობა, უცხოელ პარტნიორებთან ეს პერიოდი გააძლევთ გამართლების ალბათობებს. ჰაერის ნიშნებისთვის, ტყუპების სასწორები და მერწყულებისთვის ცოტა კონფლიქტური პერიოდია და იმუნიტეტი აქ თქვენთან დაბალია ამ პერიოდში, მაგრამ დინამიკა არის ძლიერი და აქტიურობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პერიოდი. ტყუპებისთვის ოჯახში მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას, ასევე ყიდვა-გაყიდვის საკითხებს, დეტალებს მიაქცეთ ყურადღება და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები აუცილებლად. სასწორებისთვის თქვენი იმუნიტეტი აქ დაბალია და უმჯობესია ეს პერიოდი გამოიყენოთ უფრო დასვენებისთვის და საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ და დეტალებზე იმუშაოთ, ვინც აპირებთ მაგალითად უცხოეთში წასვლას, შეგიძლიათ იაქტიუროთ. მერწყულებისთვის აქ თქვენ ბიზნეს საკითხებს მიაქცეთ ყურადღება, გააქტიურეთ, ეცადეთ მოერიდოთ ექსტრემალურ გადაწყვეტილებებს, უფრო დეტალურ საკითხებს მიაქცეთ ყურადღება. ეს პერიოდი მოგიწევთ ბიზნეს საკითხებთან, ფინანსებთან მუშაობა და ასევე ბანკებთან. ხოლო წყლის ნიშნებისთვის, კირჩხიბები, მორიელები და თევზებისთვის მეტი შანსები და შესაძლებლობების პერიოდია ეს პერიოდი, კირჩხიბებისთვის ახალი ადამიანების გაცნობა, კომუნიკაციები, მოგზაურობა, მოლაპარაკებები იქნება მეტი შანსების მომტანი თქვენთან. მორიელებისთვის ახალ ერთიან საქმიან პროექტებში შეგიძლიათ ჩაერთოთ, იმუშაოთ ახალ დეტალებზე, პროექტებზე, შეგიძლიათ ახალი ადამიანების გაცნობა, რომელიც მოგიტანთ საქმიანი კუთხით გამართლების ძალიან დიდ შანსებს და შესაძლებლობებს. თევზებისთვის თქვენთვის ოპოზიციურ ნიშანშია ახალმთვარეობა, შესაძლოა აქ გააქტიურდეს ხელისშემშლელი ფაქტორები სხვა ადამიანებისგან, პარტნიორებისგან, როგორც პირადი, ასევე საქმიანი კუთხით, მეტი ენერგიის ჩადება მოგიწევთ და დეტალებზე მუშაობა, როგორც პირადი, ასევე საქმიანი კუთხით, უფრო პარტნიორულ ურთიერთობის საკითხებთან. დიდი მადლობა